ტარდება მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა პირველობა ჭადრაკში. საზოგადოებრივი პროკურატურის და საქართველოს პროკურატურის პროექტის ფარგლებში ატარებს მცხეთის რაიონული პროკურატურა. უშუალოდ შეჯიბრების ჩატარება ჩვენ დაგვევალა 16 გუნდი იღებულოს მონაწილეობას ამ შეჯიბრებაში, სადაც დაწესებულია გამარჯვებულთა დასაჯილდოებლად გუნდურ პირველობაზე თასები იქნება პირველ, მეორე, მესამე ადგილზე. იმ გუნდის შემადგენლობაში, ვინც დაიკავეს თქვა პირველ ადგილს, გათვალისწინებულია მედლები, სიგელები, ხოლო ისინი, ვინც პირად დაფაზე გაიმარჯვებენ, მათ გადაეცემათ ასევე საჩუქრები და მედლები. გასრულდა საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში შეჯიბრება ჭადრაკში, რომლის ინიციატორი და მხარდამჭერი იყო საქართველოს მთავარი პროკურატურა და მცხეთის რაიონული პროკურატურა. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო 16 გუნდმა, გამოვიდნენ 4 საუკეთესო საჯარო სკოლის გუნდი და მათ შორის ერთი კომპლექსური საფეხბურთო სკოლის გუნდი. ფინალურ 4-ში გავიდა ეს 4 გუნდი და დღეს ჩატარდა ფინალური ტურნირი, სადაც გამოვიდა შედეგების შედეგად გამოვიდა, რომ მესამე ადგილის საფეხბურთო სკოლის გუნდი, რომლის შემადგენლობაში არიან სიკო ბრაჭული. სიკო ბრაჭულს გადაეცემა სიგელი, მესამე ადგილის მედალი. და ასევე საჩუქარი. ამავე იგი მირზიაშვილი ჯილდოვდება ასევე სიგელით მედლით და საჩუქრით. ერთი გუნდის წევრი იურა უსუელი, რომელსაც ასევე გადაეცემა მესამე ხარისხის დიპლომი და მედალი. მეორე ადგილი დაიკავა წერონის ნომერ 1 საჯარო სკოლის გუნდმა. მინდა გითხრათ, რომ გამარჯვებულმა მოაგროვა 6 ნახევარი ქულა, წერონის გუნდმა მოაგროვა 6 ქულა, ისე ნახევარი ქული გატკო გერმანელი შეჯიბრება. მეორე ადგილოსნების შემადგენლობაში არიან მარიამ ურთაშვილი, გიორგი ჭავჭავაძე, და ვასილ ჟიჟიაშვილი. მედალი. როგორც აღნიშნეთ, ჩემპიონის წოდება მოიპოვა ერეთის საჯარო სკოლის გუნდმა, შემადგენლობაში იყვნენ ვანცა გულაშვილი, ჯილდოვდება პირველი ადგილის დიპლომით და მედლით. გიორგი ბეგოიძე შემადგენლობა იყო 3 მონაწილე, 2 ვაჟი, 1 გოგონა. ისე რომ ჯილდოვდება 3 მონაწილე. და თორნიკე გულაშვილი.
ასევე ამ შეჯიბრებაში გამოვლინდნენ როგორც გამოცხადებული იყო ამ ტურნირზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები როგორც პირველ, ასევე მეორე დაფაზე, ასევე გოგონათა შორის. მაშასე გოგონათა შორის გამარჯვება მოიპოვა მარიამ ურთაშვილად რომელიც იბრძოლდება მედლით გაჩუქრით და ჩატაკი მეორე დაფაზე გიორგი ჭავჭავაძე ასევე წერომის საჯარო სკოლის მოსწავლე გამარჯვებული ამ ტურნირის და ყველაზე პრესტიჟული დაფა ეს იყო პირველი დაფა, სადაც თორინიკე გულაშვილმა ერეთის მედალი და ის თასები, რომელიც დღეს იყო დაწესებული ამ ღონისძიებისთვის, გადაეცემათ გამარჯვებული სკოლის გუნდის მასწავლებლები წარმოდგენილები არიან და მესამე ადგილის დაკავებისთვის იბრძოლება ხეთის კონტრაქტის საკონტროლო სკოლა ბატონ რუსუდან ჯგუფი სულახალი შექმნილია და ყველაზე პატარა მონაწილეები ყავდა ბატონ რუსუდანს, ყველაზე პატარა მონაწილეები და წარმატებას მიაღწიეს და მესამე ადგილს დაიკავა 16 გუნდს შორის. მეორე ადგილი იბრძოლება წერომის ნომერ 1 საჯარო სკოლის გუნდი. ბატონი ზურა ხარია ამ მასწავლებელი და რა თქმა უნდა ჩემპიონის წოდება მოიპოვა ერეთის ნამდვილად რიხსეულად ერეთის საჯარო სკოლის წარმომადგენელი ფასი დაწესებ ასევე მინდა გითხრათ რომ ეს შეჯიბრება იქნება ტრადიციული ყოველ წელს აუცილებლად ჩატარდება და რა თქმა უნდა მე უშურვებ როგორც დღევანდელი შეჯიბრების მონაწილეებს რომ კვლავ ჩემპიონებმა გაიმეორონ ჩემპიონებად ასეთი შესაძლებლობა გექნებათ და დანარჩენებმა კი იბრძოლონ იმ მაღალი ტიტულის მოსაპოვებლად სადაც ხეთის უნივერსიტეტის ჩემპიონის წოდება ღია ჭადრაკში. შეგვაცელებს და მოგახსენებთ რომ რეალური დაჯილდოებას ამოხსენებდა ცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ბატონი ვახტანგი ვესალმო პროექტის გვერდში მდგომი და ჩვენს რაიონულ პროკურორთან ერთად მრავალი ესეთი ღონისძიების ავტორი, ასე რომ მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ცხეთის რაიონულ პროკურორს ბატონ რეზოს ისაურს, რომელსაც ჭადრაკი ძალიან მოყვარს მე ვიცი და ბავშვები დაანახებულს და ეს პროექტების გადაჭერა ყოველთვის პირდება რომ უფრო მეტად გაგრძელდება და გაწყვეტდება. ასე რომ ჩვენი გულისხმობა მოხდების და მთელი სპორტული საზოგადოების სახელით რომ ასეთი ღონისძიებები საერთოდ პროგრამის პროექტის ფარგლებში ტარდება და მომავალში გაგრძელდება. ასე რომ ბატონ ვახტანგ გადავცემ ხელს სიტყვას. ხადოს მონაწილეობისათვის ამ ღონისძიებაში ასევე დიდმადლობას ვიტყვით ორგანიზატორებს. ჩვენ ხარდაჭერა და პროექტის გომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ საზოგადოებრივი პროგრამის პროექტი ჩვენს რეგიონში ცხეთამთიანში ფუნქციონირებს 2006 წლიდან. ამ პროექტის მიზანი არის და ამოცანები არის რომ რაც შეიძლება საზოგადოების ფართო ფენები იყოს ჩართული დანაშაულის წინააღმდეგ პრევენციის გატარებაში
ჩემი ვიდეოით რომ ჩვენ ყველანაირად შევეცდებით რომ რაც უფრო საინტერესო და მეტი ესეთი კარგი მონიზებები ჩავატაროთ და იმედი გვაქვს თქვენი პროექტის პრობლემის თქვენი მონაწილეობით. მდინარებას მოგახსენებთ კიდე და ფესტივალს წარმატებებს როგორც იასპორობაში